არის თუ არა ფეხბურთი ერის გამოხატულება. აი არგენტინა მაგალითად ეგეთი აგრესიული როა, აი მიზანსტრაფული, აი ეს თუ არის ეს ერის თვისებების გამოხატულება ფეხბურთში. აბსოლუტურად გეთანხმებით მაგაში, რომ ეს არის აი რაღაცა სულის გამომხატველი, ყველაფრის გამომხატველია და ალბათ ამიტომაც არის ზუსტად რომ ვერაფერი ვერ ედრება მის მასშტაბურობას, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს რაც ხდება, თითქოს დედამიწა ჩერდება. ანუ რაც არ უნდა ხდებოდეს, ომი, უბედურება, ეს ყველა ამაზეა კონცენტრირებული, ხო? ეს მარტო ფეხბურთს შეუძლია. აი ოლიმპიადაზე მეტადაც. კი, ანუ ჩემი დიდი პატივისცემა ამ ხელა მოვლენას, მაგრამ ეს რაღაც სხვა არის რა. აი ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს რო ეტაკება, აი გონია რომ ომია რა, აი პირდაპირ ომში მიდიხარ რა, რაღაცა ომები და ნუ ძალიან დიდი ის არის რა. მაგიტომ ცოტა არ მომწონს რომ ეს ბოლო პერიოდია ტრენდი გახდა ძალიან უამრავი ფეხბურთელი რაღაცა ისეთი არ გამომივიდეს, მაგრამ ანუ მე უფრო მიყვარდა როცა 90-იანებში ნაკრებს გავდა, ანუ არ იყო ბევრი დამატებული ფეხბურთელი, ნატურალიზებული ფეხბურთელი. ხო, მე მახსოვს ჩვენთანაც იყო ლაპარაკი, სარბიელი წერდა ხოლმე ხშირად რომ ხო არ ჯობია რომ იქნებ ნატურალიზებული ფეხბურთელი, მეკარე რაღაც ძველ დროს პრობლემები რო ქონდა. აი მაგალითად როგორც მუდმივად აქვს საქართველოს ნაკრებს კალათბურთში. ხო კალათბურთში მუდმივად ყავს ნატურალიზებული ნუ მანდ ეგ რაღაც წესიც არის. ხო, თუ საერთოდ განსხვავებული. მან ტრენდად იქცა, ხორვატიასაც კი ყავდა. ხო, ახლა საკალათბურთო ქვეყანა. თუმცა ჯაბას ამ შემთხვევაში სრულად ვეთანხმები, რომ თუ ნაკრებია, მოდი იყოს ნაკრები რა. ხო, ნუ მე მან ძნელია იმ ესეთ პრობლემაში შედიხარ, რომ კაცო მოქალაქეა. ზოგი დაიბადა იქ, ხო? ნუ ანუ ვიღაცა დაიბადა. ხო, ამ დროს არის წმინდა იურიდიული საკითხები, რასაც ამავე დროს ვერაუვლი. ხო, ნუ ანუ ესეა და რატო არ უნდა დაუძახო, მაგრამ რა თქმა უნდა დაუძახო, თუმცა მე რაღაც უმახსენდება ხოლმე ის პერიოდი, როცა ყველა ნაკრები რაღაც თავის ქვეყნის პირდაპირ გამომხატველი ტიპი იყო რა. ხო, რაღაცა ეს არის, არავის საწინააღმდეგო არ არის, საკლუბო ფეხბურთი საკლუბოა და ნუ ნაკრებს ეს ქონდა რა, რაღაცა ეს იმიტომ იყო დამახასიათებელი გერმანული, იტალიური, ესეთი. ეხლა რაღაცა ხო, გერმანიას უსხვანაირია. საერთოდ რაღაცა ხელი ნაკრები, გლობალიზაციის ეს არის, მსხვერპლი გახდა ეს ყველაფერი. აღარც აღარ აქვს, აი თვითონ გერმანიის ნაკრებს ადრე რაც ქონდა ის სისხლი რო აი ბოლო წუთამდე ისა და ისინი აღარ არის ეგეთი რა. სამ უფრო ტექნიკური გახდა, რბილი გახდა. ახლა საფეხბურთო ხასიათიზე კარგი კითხვა დასვა ილიამ, შენშენურად უპასუხე და ლოგიკურად უნდა ვიკითხოთ ქართულ ხასიათზე. აი ქართული ხასიათი საერთოდ რა არის და ფეხბურთში როგორ გამოიხატება ეს ქართული ხასიათი? აი ეგ მე მგონია რომ ყველაზე მეტად გვაქვს უფრო მეტად დასახვეწი და ეგ კოზირი გამოსაყენებელი რაც ჩვენ ქართველებს გვაქვს. აი არის თამაშები, სადაც ზუსტად ეგ პრობლემაა, რომ ერთის მხრივ ფეთქებადები ვართ და უყურებ თამაშს და ნუ აი თუნდაც მარტო ის რა ღირდა ჩეხეთს აქ რაც უქენით პირველ თამაშ შესარჩევში რა. 4-1. ის 60 წუთი თუ რაღაც სანამ შეცვლიდა ტივეს. რა ფეხბურთიც ითამაშეს, აი ჩეხეთი იქნებოდა, იტალია, გერმანია, მგონია რომ იგივე შედეგს დადებდნენ. ანუ რაღაც არაამქვეყნიური, დინამიური ისეთ. მე რაღაც მომენტში შეიძლება ეს ძალიან სხვა ხასიათის ტიპები ვართ, ემოციურები და უცებ შეიძლება რაღაც იმაში გადაიზარდოს. არის ეს მოქმედებს, ამიტომ თუ ჩვენ ამის სტაბილური მათ მოვახერხებთ, რომ ეს ჩვენი გიჟი ხასიათი, ცხელი სისხლი და ეს შემართება რაც გაგვაჩნია, ამას იმაში ეს სტაბილურობაში გამოვიყენებთ, მე მგონია რომ ვერ გაგვაჩერებს ვერაფერი. აი სულ მახსენდება რა იცი რომ რაგბში რა ინგლისის ნაკრებმა ჩაატარა ჩვენთან წვრთნა რაღაც იმაზე ერთი რამოდენიმე წლის წინ იყო იქ ვიყავით ჩასულები იმათ ბაზაზე ვარჯიშობდნენ ჩვენსაც რაღაცას ვსწავლობდით და იმათ უნდათ შერკინების რაღაც დეტალების სწავლა. ითვლება რომ ქართული შერკინება არის მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო. და ძალიან მახსოვს ეგ იმიტომ რომ რას დავაკვირდი იცი რომ ანუ ინგლისის ამ ხელა ბუმბერაზმა ნაკრებმა ჩვენები მიიწვია იმიტომ რომ ბიჭო რა შვებიან ესენი ამის თანას რომ ამ შერკინებას ვერ დაამუღამეს. და მივხვდი რას რომ არის რაღაცა რაც შენია გენში გაქვს არის სწავლება მარტო მასაზე და წონაზე არ არის ანუ მარტო იმაზე არ არის აი მოდი ახლა მარჯვნიდან შევუდე აი ახლა მიაწეკ არა ეს ჩვენია რა აი რაღაცა სისხლში გვაქვს რომ პირველი შეკრა ისტორიკოსი არ ვარ მაგრამ რაღაც დაახლოებით ესე ვიცი რომ ბრძოლების ოღონდ ომებზე არ ვლაპარაკობ შეტაკების პირველი შეტაკება თითქმის ყველა გვაქვს მოგებული შეიძლება ომი საბოლოო ჯამში წავაგეთ, მაგრამ აი პირველი ეს შეტაკება თითქმის ყველა გვაქვს მოგებული.
ეგეთი ტიპები ვართ რა, თუ ჩვენ აი ამ რაღაცად გარდავიქმენით, ვერ გაგაჩერებს ვერაფერი. ამითიც მოვედით აქამდე, რომ ამ რეგიონში რანაირად შეიძლება რომ ჩვენ ჩვენი ენაზე ვლაპარაკობთ და რელიგია გვაქვს და ჩვენ ვართ, ხო? რა ცივ ლოგიკას რომ მივხვდეთ, არ უნდა გადავჩენოთ. არც ერთ უნდა ვარსებობთ. აი ძალიან ცივი ლოგიკა. ფიზიკურად შეუძლებელ რესურსში გადავართ, იმიტომ რომ ხედავთ რუქას რომ სპარსეთის და ოსმალეთის 1000 წელზე მეტი გასაყარი ის ვიყავით, ხო? და რანაირად გადარჩი ხა ამოც მე ამას დაემატა ეს ჭრდილოვანი მეზობელი, ხო? ანუ სამი იმპერია შენ ამდენი საუკუნე გასწორებდა მიწასთან და ვერ გაგასწორა. ეგეთი ტიპი ხარ. ეს გადადის სპორტშიც, ხელოვნებაშიც, ყველაფერში ეს რაღაცა მუხტია, ესეთი გვაქვს რა და ამ ფეხბურთშიც მე მგონია რომ გვაქვს. უბრალოდ უფრო მეტად არის საჭირო ალბათ ამაზე ფსიქოლოგები უნდა მუშაობენ. ფეხბურთში აი ერთს ვიტყვი აი ამ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე და მუშაობაზე. აი თითებზე ჩამოსათვლელია თამაშები, რომელსაც ჩვენ აი პირველი კოდი გავუშვით და მერე მაინც მოვიგეთ ის თამაში. ანუ აქ რაღაცა მგონია რომ გვაკლია. აი სხვათა შორის ეგ აი რო ჩამიხედია მე ძველ წიგნებშიც და ძველი ანგარიშები, აი ძველი როცა მაგარი დინამო იყო, მაშინაც კალცაისის გარდა ყველა და დინამოსაც ეხება ეს მარტო ნაკრებზე არ ვლაპარაკობ. ერთ კალცაისი იშვიათი გამონაკლისი იყო, ალბათ კიდე იყო რაღაცები, მაგრამ ძალიან ბევრი თამაში გვაქვს ესე წაგებული და მოტრიალებული ძალიან ცოტა. კი ბატონო, ნაკრებსაც ეხება და იმ ძველ დინამოსაც ეხება ეს, რომ ანუ ეს ჩვენი ხასიათია. მე მგონია რომ მარტო ფეხბურთში კი არა, ეს სტატისტიკა რო ნებისმიერ სფეროში გადავიტანოთ, აღმოვაჩენთ რომ ზუსტად ეს გვიშლის ხელს. აი ხა რაზეც ვლაპარაკობ. რაღაცა წინააღმდეგობა შეხვდა და უკვე აი ყურები ჩამოუყარეთ. რაღაცა გაგიჩნდა, რაღაცა ის კი არა რომ არ შეგვიძლია, პირიქით აშკარად შეგვიძლია რა. ის არის გენიალური, ის არის ზუსტად მაგის მეტაფორა რეკორდში რა. შემაგინოს და ვესვი რა, აი ზუსტად რაღაცა ჭირდება თითქოს мотиваცია რომ თუ მოკიდა მე ხელი რა გადაამტრობს ყველაფერს, მაგრამ აი რაღაცა ეს რო გახდეს სტაბილური და როგორ თქვა, როგორც ქარხანა ესე უნდა იყოს, ამას ალბათ ჭირდება სერიოზული მუშაობა. აი ხლა ილიამ რაც გაიხსენა ეს კალცაისის თამაში არის მშვენიერი მაგალითი, ხო? კი, მართლა. სადაც პირველ წუთზე კი არ გაუშვით გოლი, უკვე საკმაოდ ცოტა დრო რჩებოდა, მეორე ტაიმის შუა წელი იყო, როდესაც გაუშვით ის გოლი და მაინც რომ მოვახერხეთ აი ესე შეგვიძლია ამ დროს აი მართლა თითებზე ჩამოსათვლელია ეგეთი თამაშები, როდესაც ჩვენ გოლი გავუშვით და მე პირიქით უფრო ისე და განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა აი 90-იანების ნაკრებში. და ის პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებული გოლი 53 წუთი მეზიზღებოდა. ხო, ეგ აი 53-იანი, აი ტაბლოზე რო აინთებოდა 42 და აი ეხლა გაუძლოთ, ეხლა კარგი რა და რამდენჯერ გაუშვით ესე რა. აი პორტუგალიასთან ჩემი აზრით იყო აი სუპერ იდეალური თამაში ნაკრების, რომელმაც პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე იმ კონცენტრაციით ითამაშა, რაც სჭირდებოდა მართლა საქმეს რა. აი ეს რომ შეგვეძლოს მუდმივად და სტაბილურად, მე მგონია რომ ყველა კუთხით წარმატებულები გავხდებით ბევრად. просто ამას ანუ მარტო მწვრთნელი და ეს არ არის ჩვეულებრივი ხალხის, ეს მართლა ფსიქოლოგების სამუშაოა, სად უნდა იპოვო ის რაღაცა, რითიც ჩვენ ამას შევძლებთ რომ ეს გავაერთიანოთ და წავიღოთ წინ რა. ხო, იგივე ეს აი 90-იანი წლების ნაკრები რო ავიღოთ, ხო? ქვეყანაში რაც ხდებოდა იგივე ხდებოდა მოედანზე. ანუ ყავდა ცალკეული ძალიან ნიჭიერი ბიჭები, მართლა ნიჭიერები ამას მტკიცებას არ ჭირდება, მაგრამ ნაკრები არ იყო ვინცა დარბოდა ვერ გაიგებდი რა, მთელ რიგ შემთხვევებში. და ქვეყანას ეგეთი მოუწესრიგებელი იყო და ეხლანდელი თაობა, აი ეს თაობა, თავისი მწვრთნელი, თავისი ფეხბურთელებით რა დაალაგებულები არიან. არა, აშკარად. მე მგონია რომ ამ ფედერაციასაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ძალიან სწორად გააკეთეს ბევრი რამე და არ შეიძლება ამის არ დანახვა რა, ეს თავის არაფერი არ ხდება. ამ აზერილ სიტუაციაში რაღაც სქემას გაყვნენ, გეგმას აშკარაა და შედეგი დაიდო, ხო? ანუ ჩვენ საკლუბო ფეხბურთი არ გვაქვს იმ დონეზე, რომ მაგის გახსენებაზე ხვალ იწყება ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი ფეხბურთში. ძალიან საქართველოს ჩემპიონატს ადევნებთ. რა კარგად გადავედით. რაღაც ის კარგ თემაზე ვლაპარაკობდი წარმატებებზე და უსვათ გადავედით ეროვნულ. ხო, არა, აი ფედერაციის როლი უფრო იმაში ამ შემთხვევაში შეინიშნება იმაში, რომ დაალაგა ეს ასაკობრივი ნაკრებების თემა შედარებით და ლოჯისტიკა სხვათა შორის. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 90 ავტობუსით მიდიოდა ნაკრები
ჩემპიონატები სადღაც იმაში სკანდინავიაში. ყველაფერი, აი მარტო ხო, გახსოვს, იყო ეგეთი ჩემპიონატი. ძალიან სწორი და კარგი დროული კამპანია იყო ეს. მე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, როცა აგორდა ეს. აი იმდენი რაღაც ზუსტად გაკეთდა, შეიძლება ესე არ თქვა, აუ ეს რა ქნეს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ თუ სწორად რაღაცას აკეთებ, შედეგი მოდის. შედეგია ის, რომ ყველა ნაკრებებიც თქვი ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრები რაღაცა ერთი მეორეზე დაჯდა რა. სწორად ხო, ამას ორგანიზაციული საკითხი, პრინციპში ეგევალება იმას ფედერაციას, რაღაც ორგანიზაციული საკითხები მოაგვაროს თუ ახლა გინდა კვარაცხელიას და გინდა ზივზივადის აღზრდა ეს ფედერაციის საქმე არ არის, არ არის მისი საქმე. ფედერაციის საქმეა ფორმა, ტრანსპორტი, ვარჯიში, ბაზა, სასტუმრო, ასე შემდეგ. ძალიან ნერვები ხო მოსაშლელი იყო ხოლმე ეს უფრო მეგონა რომ რაღაც დილეტანტულ საუბარს გავდა ხოლმე აი ესე რომ დაიწყებდნენ წააგებდა ნაკრები ფედერაციის ლანძღოს დაიწყებდნენ, მოიგებდა ნაკრები ფედერაცია ხო, ნუ სწორია რა, ეხლა ის კვარაცხელია რომ ზუსტად დაარტყავს, არც ეგ არ არის ფედერაციის დამსახურება და არც ის რომ სიტყვაზე ცუდად დაარტყა, ხო, ცუდად დაარტყა და არ გავიდა გოლი. საქმე აქვს და ამაში სწორად დაგეგმეს და ამიტომაც დავდეთ სწორი შედეგი. საკლუბო ფეხბურთი, ნუ აშკარად ის რაღაცა სხვანაირად უნდა ვქნათ რა. თან აი ამ სანაკრებო წარმატების ფონზე კიდევ უფრო გამოჩნდა ის რომ საკლუბო ფეხბურთი ძალიან ქვევით არის მეტის